დილამშვიდობისა მეგობრებო, იცოდით რომ დღეს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა? ვიცოდი, გილოცავთ, ყველას გილოცავთ. ჩიდო, მადლობა, მაგრამ გაკვეთილზე ყვირილი არ შეიძლება. დიახ, ლოკომოკო მართალია. დღეს ნამდვილად ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ბავშვთა დაცვის დღე? რისგან უნდა დაგვიცან? ბავშვთა დაცვის დღის მიზანი ბავშვების ჯანმრთელობასა და აღზრდა განვითარებაზე ზრუნვა. ყველას უნდა რომ პატარებს ბედნიერი ბავშვობა ჰქონდეს და საფრთხისგან დაცულები იყვნენ. მშვენიერია. მოდით, დღევანდელ დღესთან დაკავშირებით ჩვენს რამე მოვაწყოთ. მოვაწყოთ. ბაკა, მაცადე, მე ვამბობდი. არა, შენ მაცადე, ჯერ მე ვამბობდი. ბაკა, პაპი, გეყოფათ. გონი ცუდი არ იქნება რამეს თუ მოვამზადებთ. მახსოვს, ერთხელ მოგზაურობისას ერთ ქვეყანაში შეჯიბრი მოაწყვეს ბავშვთა დღეს. ბავშვებმა თავისი ნამუშევრები წარმოადგინეს და მშვენიერი აზრია. ეგ გამარჯვებულიც გამოვავლინოთ, თან მშვენიერი ამინდია. კი, მაგრამ დღეს გარეთ ვერაფერს მოვაწყობთ. ნახეთ, რამ ხელაღრუბელი მოდის, იწვიმებს. ჩიდო, იქნება არ იწვიმოს. კი, მაგრამ მოკლედ გადაწყვეტილია. დღეს ერთმანეთის ნამუშევრებს შევაფასებთ და გამარჯვებულსაც გამოვავლეთ. ბაბი, ჩვენ რა გავაკეთოთ? მე შემიძლია ქიმიური ნივთიერებები შევურიო. რაო? არავითარ შემთხვევაში, რამე ჰაეროვანი და გემრიელი უნდა იყოს. არა, მე მინდა რამე გამოვიგონო. არა მეთქი. ბამბის ნაყინი, რა თქმა უნდა. ხო და ახლავე შევუდგეთ მზადებას. რა ვქნა, რა გავაკეთო? უთხარი იწვევს მეთქი და არ მიჯერებენ. გაუფუჭდებათ ნამუშევრები. ასეც ვერ ვიქნები. რამე უნდა მოვიფიქრაო. ყველანი ადგილებზე, ყველანი ადგილებზე, ყველანი. ჩიდო, რატომ დააგვიანე? რომ ამბობდი, იწვიმებსო. ნახე, როგორი მზეა. ხო, ჩიდო, მშვენიერი ამინდია. შენ კიდევ იწვიმებსო. არ შეერა ჩიდო შენი. ეგ მართლა არ იწვიმოს. თქვილად გონია ასე. მეგობრებო, რამდენი გიმუშავიათ? ბამბის ნაყინი? რა ლამაზი ბერებია. რაც მე მიმოგზაურია, მაგრამ ასეთი ლამაზი ნამუშევრები არ მინახავს. ბაი. უი, ჩემი ფოტოები. წვის. ბაკა, გააკეთე რამე. რა უნდა გავაკეთო? რა მაგარი წვიმა. კოკის პირველად წვიმს.
ჩიდო, შენ ყოფილხარ მართალი. ეს როგორ დაგვემართა? როგორ არ მოგისმინეთ? ახალი ნამუშევრების გამოჭრაში ყველანი დაგეხმარებით, ჩიდო. მე არ მინდოდა ვინმეს რამე გაფუჭებოდა. მაგრამ ჩვენი ბრალია, საბოლოოდ კი შენი ნივთები გაფუჭდა. სხვებისა კი გადაარჩინე. ასე მოიქცეო და ნამდვილი მეგობარი. შენ სხვები დაიცავე. იმის მაგივრად რომ მიგეტოვებინეთ, ისევ ჩვენზე იზრუნე. გაიგე, ბაბი, უნდა მოგესმინა. მე ვუსმენდი, მაგრამ შენ არ მაცადე მოსმენა. გონი ახლა ამის დრო არა. აჯობებს იმაზე ვიფიქროთ, როგორ გამოვისყიდოთ დანაშაული. ჩიდო, როგორ არ დაგიჯერე? ამის შემდეგ გვეცოდინება, რომ ყველა საზრს პატივი უნდა ვცეთ, ერთმანეთს მოვუსმინოთ და გავითვალისწინოთ რჩევები. ლოკო, შენ არ გითხარი? ეს დღე ბავშვების დაცვისთვისაო. ესე იგი, დღევანდელი მისია ჩიდომ შეასრულა. მეგობრებო, ერთი წუთით იდეა მაქვს. ჩიდო, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ბავშვთა დღის გამოფენის გამარჯვებული შენ იყო. მართლა? მე ვარ გამარჯვებული. მაგრამ მე რატომ? დღევანდელი დღის მისია შენ შეასრულე. მეგობრები, დაიცავით. შენ რომ არ ყოფილიყავი, ყველაფერს გაგვიფუჭებდა წვიმა. იცი? ამ წვიმის მე წახემსებაზე მგონი უარს არავინ იტყოდა. ლოკო, მგონი ცოტა ყველანი დავიხალეთ. რა თქმა უნდა, ამიტომ მე გემრიელი იოგურტები წამოვიღე დასანაკრებლად, რომელიც გონიერი და ღონიერი ბავშვებისთვისაა. კი, მაგრამ პაბლო, შენი ნახატი არ გვინახავს. მოიცა? რა ლამაზი ნახატია. ეს ხომ ჩვენ ვართ. ყველანი ერთად. ღმერთო ჩემო, შენი სურათი როგორ გავს ჩემს ფიგურებს? ასე მგონია, გაცოცხლდნენ ჩემი ფურცლები. რა ლამაზია! მოდით, ერთად მივულოცოთ ყველა ბავშვს დღევანდელი დღე. მოკოლედები, გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს.